Აღლესი განათლების საერთაშორისო აღიარების საკითხზე იმჟელეს რექტორთა მუდმივი მოქმედი კრების საერთო სხდომაზე. კონფერენციას სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების 47 წარმომადგენელი ესწრებოდა. განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობის საკითხი. შეხვედრას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მონაწილეებს თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თუ რა ეტაპზეა წევრობის შეჩერების გასაჩივრების პროცესი. ვიმჟელეთ უნივერსიტეტების რექტორებმა, მოგესალმებით საქართველოში არის უნივერსიტეტები დამოუკიდებელი ავტონომიური ორგანიზაციები, ეს არის ცოდნის ტაძრები, სადაც მრავალი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა იყო იმაზე, თუ იქნებოდა ჩვენი დიპლომები აღიარებული ერაზმუსის პროექტები შეჩერდებოდა. ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, რა თქმა უნდა, რექტორებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ეკარში შეჩერება ჩვენი რეგისტრაციის ეს საკითხები. გამოსწორებულია საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმართა საქართველოს პარლამენტს და ეს საკითხები უკვე მოსულია შესაბამისობაში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა დღეს რექტორთა საბჭოს ფორმატში. მოვისმინეთ ხარისხის ცენტრის პოზიცია და პრინციპში მგონი არავის ეპარება იჭვი იმაში, რომ ეკარში რეგისტრაცია უნდა განახლდეს, უნდა აღდგეს და თუ ამ პროცედურაში რაღაცა მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტებს, მე კერძო უმაღლესაგან განმანათლებლო დაწესებულებას წარმოვადგენ და რა თქმა უნდა სრულად ხარს უჭერ ამ პროცესს, იმიტომ რომ ქართული განათლების სისტემა, ისე როგორც ყველა სხვა სფერო უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ამაზე გამოთქვით მზაობა, რომ ერთად ვიმუშავებთ. უმაღლესი განათლების ევროპულ ასოციაციაში ENCA-ში წევრობასთან და ასევე სააგენტოების რეესტრი რეგისტრაციასთან დაკავშირებით რექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ მიმართულებით. ENCA-ში რეგისტრაციის შეჩერება პირდაპირ კავშირში არ არის საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარებასთან, არ უკავშირდება ამ თემას, ასევე ENCA-ში რეგისტრაციის შეჩერება არ უკავშირდება ერთობლივი გაცვლითი საერთაშორისო პროგრამების არსებობას, საერთაშორისო სტუდენტების შემოდინებას და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საერთაშორისო გრანტების და კერძო უნივერსიტეტების, როგორც გაჟღერებული იყო ასევე დახურვასთან არანაირად ეს საკითხები მასში არ არის ერთმანეთი. აგარის შაქრის ქარხნის